პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში დეპუტატთა გამოსვლის ძირითადი თემა იყო 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ქართული ოცნების წევრებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა ისეთი მყარი არასდროს ყოფილა, როგორიც დღეს არის, თუმცა მათი განცხადებით მას განსაკუთრებული დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. სხდომაზე მასთან დაკავშირებულ ინციდენტზე ისაუბრა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა. ზეიმობ 26 მაისს როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს დაბადების დღეს. და ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან კრიტიკა საქართველოს მიმართ, რომ ვაიმარის სამეულის განცხადებაც ამას ემსახურებოდა, რომ ისინი გმობენ საქართველოში დემოკრატიის უკუსლას. ოღონდ როგორც წესი და როგორც სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს, არასდროს არ კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსლა. იმაში, რომ ოპოზიცია არასდროს არ აღიარებს დამარცხებას და ამ დამარცხების გასასამართლებლად მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები მოყავთ, თუ იმაში გამოიხატება დემოკრატიიდან უკუსლა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის უპირობო მოთხოვნაა გამჭვირვალობა. დღეს, როდესაც მართლაც მთელ მსოფლიოში ომის და უბედურების სურნელი ტრიალებს, მთელ მსოფლიოში არის დაძაბულობის ეპოქალური მომენტი, კიდევ ერთხელ შთააგონებს თითოეულ ქართველს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ეს არის ჩვენთვის დღევანდელ დღეს პატივი. ჩვენ დგავართ ქართული სახელმწიფოს თიადი ფესვების მხარეს. და ბუნებრივია, ჩვენ აი ამ ფესვებს წყალი უნდა დაუსხათ, რომ საქართველო ფუნდამენტშივე იყოს მყარი, რომ ვერასოდეს ხასუსმა, ვერასოდეს ვერავინ და ვერანაირმა ძალამ ვერ შედრიკოს. გარე თუ შიდა მტრების სურვილის მიუხედავად გუშინდელი დღე შედგა, ისევე როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რომელიც აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას. რაც შეეხება საღამოს ეგრეთ წოდებულ აქციას, ისევ ევროპა გამოიწერეს და ისევ ნიშა ჩამოუვიდათ. ისევ ვენის კონვენციის დარღვევა და სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. აქციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ვაიმარის სამკუთხედს მოუწერია. საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს. ქართველ ხალხს გილოცავთ და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არაო. ვაიმარის რა გითხრათ, მაგრამ მიმართო მინდა ამ ადამიანებს. საქართველოს ბევრჯერ გაუვლია ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი დაბრკოლებები, მაგრამ უფლის წყალობით უგზო-უკლოდ არასდროს დაკარგულა. 17 მაისი, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატრიარქის კურთხევით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავდა, ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად თავს დაგვესხნენ რადიკალური აქტივისტები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატების იურისდიქციაში საჯარო მოხელეზე აგრესიული თავდასხმა 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დამძიმებელი გარემოება თუ ეს ხდება ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ასევე მოვისმინეთ სრულ ბრალდებები და პარალელების გავლება სხვა დედებთან. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვანების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაიხვა, მით უფრო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მაშინ, როდესაც რადიკალიზმის სისტემური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოების გაერთიანება.